წელიწად ნახევრიანი ტყვეობის შემდეგ სომალიში დაკავებული ქართველი მეზღვაურები შესაძლებელია უახლოეს საათებში გაათავისუფლონ. ინფორმაციას ქართული მედია საშუალებები ავრცელებენ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. ასევე დაუზუსტებელი ვერსიის თანახმად ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების თაობაზე ინტენსიურ მოლაპარაკებას საქართველოს პრეზიდენტის უშუალო პატრონაჟით მთავრობის უწყებათა შორისი კომისია აწარმოებს. ამ მისიით კი კენიასა და სომალიში გიორგი კარბელაშვილი იმყოფება. 2010 წლის სექტემბერში ხომალდ ლუპელ აიჯიზე სომალელმა მეკობრეებმა 18 ქართველი და 14 თურქი მეზღვაური დააკავეს და გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონი დოლარი მოითხოვეს, რის გამოც ხომალდის მფლობელმა კომპანიამ მეკობრეებთან მოლაპარაკება შეწყვიტა. თბილისში ყიფშიძის ქუჩის 2 ნომერში გუშინ ღამით მშენებარე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა. წინასწარი ინფორმაციით უცნობმა პირმა ჯიხურის მიმართულებით ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, შემთხვევის ადგილას მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა ამ დროს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე კი კრიმინალური პოლიცია მუშაობს, მომხდარის შესახებ გამოძიება უკვე დაწყებულია. დილას დამირეკა მეგობარმა, მითხრა რომ დაცხრილულია. ოფისს ვეძახით ვაგონი ჩვენ. წამოვედი რა. ჩამოვედი და ნახე ფაქტი მომხდარია. იძახიან ავტომატის ჯერით არის დაცხრილული. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვერსიები ალბათ გამოძიება დაიწყება და გამოიკვეთება. ტელერადიო კომპანია თრიალეთი მზად არის ნებისმიერ პარტიას, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას სარეკლამო მომსახურება გაუწიოს. ტელერადიო კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაფინანსების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ეჭვობს, რომ დაწყებული კამპანია თრიალეთის დისკრედიტაციას ემსახურება. ბიძინა ივანიშვილმა ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე სარეკლამო დრო იყიდა ტელეკომპანიაში, სადაც საახალწლო და საშობაო მილოცვა განათავსა. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ივანიშვილმა მხოლოდ ამ მილოცვებისათვის გარკვეული თანხა გადაიხადა, რომელიც ტელერადიო კომპანია თრიალეთის სარეკლამო პრაისით არის გათვალისწინებული. ვაცხადებთ, რომ თრიალეთი არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტზე არ იყიდება და არც გაიყიდება ის სარეკლამო დროს ყიდის, რაც კომპანიის შემოსავლის ერთადერთი წყაროა ნათქვამია განცხადებაში. ამასთან ტელეკომპანია მზადყოფნას გამოხატავს დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ინფორმაცია ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას წარუდგინოს. საქართველოს ქართულ ტვირთის დაზიანების მიზეზად მეპატრონის პოლიტიკურ გეგმებს ასახელებს. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა ბლუმბერგი. ავტორი ჰელენა ბედველი წერს, რომ საქართველოში მოქმედი ქართულ ჯგუფი აცხადებს, რომ საბაჟოს თანამშრომლები განზრახაზიანებენ მათ ტვირთს, რადგან ჯგუფის მფლობელმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა სახალხო მოძრაობა ჩამოაყალიბა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან დაპირისპირებას აპირებს. ბლუმბერგის პუბლიკაციაში ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების გახმაურების შემდეგ განვითარებული მოვლენებია აღწერილი. ოქტომბერში მან თავისი პოლიტიკური გეგმები განაცხადა და ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკება დაიწყო. იმავე თვეს მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის იმედით მან საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და რუსეთის პასპორტი დააბრუნა. გასულ წელს ივანიშვილის ქართულ ბანკის გადაზიდვებისათვის განკუთვნილი დაჯავშნული ფურგონიდან პოლიციამ რამდენიმე მილიონი დოლარი და ევრო ამოიღო, საბაბად კი ფულის გათეთრების საქმის გამოძიება მოიყვანა. ვკითხულობთ სტატიაში, რომლის თარგმანსაც ქართულად Foreign Press ავრცელებს. კოალიცია არჩევანის თავისუფლებისათვის კი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის იმ ბრძანებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომების გასწორება განახორციელოს, როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლება ცდილობს კანონიერი სახელმწიფოს მის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დროს ჩადენილ უკანონო ქმედებებს და ამით საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ტექსტის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტთან განსხვავება გაამართლოს. სინამდვილეში კი აქამდე ჩადენილ უკანონო ქმედებებს კიდევ ერთ უკანონობას უმატებს, რადგან გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრმა საკუთარი ბრძანებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საკანონმდებლო მაცნეს საკანონმდებლო საქმიანობაში მიანიჭა ის უფლება, რაც აქამდე მხოლოდ პარლამენტს კანონის მესამე წაკითხვისას ჰქონდა, მიიჩნევენ კოალიციაში. ადეიშვილის ბრძანების შესახებ კი განცხადება თავად საკანონმდებლო მაცნემაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაცნეს აღნიშნული უფლებამოსილება არ ვრცელდება საქართველოს კანონების ტექსტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტების გამოქვეყნებაზე, რადგან პარლამენტის მიერ მიღებული აქტების მომზადების, განხილვისა და მიღების, ისევე როგორც მათი გამოქვეყნების წესი საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღვრული, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია. არჩევანის თავისუფლებისათვის საქართველოს მთავრობასა და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის ნომერ 157 ბრძანება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანონ და იმედს გამოთქვამს, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტი გამონახავს
საშუალებასა და დროს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ საკითხზე დიალოგი აწარმოოს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ცხედა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხულმა-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღესასწაულები მიულოცა. როგორც პატრიარქმა სამების ტაძარში და წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, დღეს ღვთისმშობელ მარიამის დღესასწაულია, რომელსაც კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა ეწოდება. დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია იოსებ მართლის მეფე დავითის წინასწარმეტყველისა და იაკობ მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა, მათ შორის დივნიშვილები, მიქაიები, კუჭაშვილები, ესიტაშვილები, ყურუები და თორდინავები და ისურვა ამ გვარებიდან თვალსაჩინო და სახელოვანი შვილები აღზარდოს ქვეყანამ. ქადაგების დასრულს პატრიარქმა 1951 წელს რეპრესირებული მართლმადიდებელი ქრისტიანების სულები უფალს შეავედრა და მათი შთამომავლობა დალოცა. ყველაფერი რაც ცნობილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ დღეს არის ეს ვიხსენებ გადაყოლსავს წევთ ღვთისმშობელ დედას. ღვთისმშობელი დედა ის წმინდათა წმინდა ჭურჭელია სულიერი, რომელმაც მოძრიკა ცალი და აი ამ მოძრეკილიციდან გარდამოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღესვე არის იოსებ მართლის დღესასწაული. მეფე დავით წინასწარმეტყველის და იაკობ მოციქულის. მათი როცა კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ. საშობაო ძღვენიკი, რომელიც სალილოს მონაწილეებმა შეაგროვეს 10 იანვარს უმწეოთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა. ნობად სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ახარისხებენ ხილით, კბილეული, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთით ცალ-ცალკე ყუთებში ნაწილდება. ტრადიციული თეატრალიზებული მსვლელობა გუშინ 14 საათზე ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა. ალილოში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობა თეატრალიზებული იყო, მისმა მონაწილეებმა ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ფეხით ქრისტეშობის ხატი მიაბრძანეს. გზადაგზა მსვლელობას მოქალაქეები სხვადასხვა ეკლესიის მრევლი უერთდებოდა და ტრადიციისამებრ რურემში ტკბილეულსა და ხილს აწყობდა. ღონისძიებას პოლიტიკოსებიც უერთდებოდნენ, ბოლოს კი მსვლელობის მონაწილეებს ავლაბრის რეზიდენციასთან საქართველოს პრეზიდენტი დახვდათ. მიხეილ სააკაშვილმა ეზოში ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცა და შობა ახალი წელი მიულოცა. ეს ტრადიცია საქართველოში მეხუთე-მეექვსე საუკუნეში აიღო სათავე და ბოლო წლების განმავლობაში ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღდგა. ალილოს მსვლელობის დროს მიღებული ეგროვილი შემოწირულობა ამ წუთებში ხარისხდება და ეს გადაეცემა მიუსაბარ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს. შობა ახალი წელი მიხეილ სააკაშვილმა გლდანის მოსახლეობას ტოტო კუტუნიოს კონცერტზე მიულოცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა ადგილას გამართული კონცერტები თანასწორობის იდეას ატარებს და ეს ყველაფერი ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. უფასო კონცერტი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაიგეგმა. კუტუნიო კი თბილისის ორი კერძო კომპანიის მოწვევით ესტუმრა. სცენა და ტექნიკური მხარე დედაქალაქის მერია უზრუნველყო. გლდანის პარკში გამართულ კონცერტზე კუტუნიოს გარდა ქართველი შემსრულებლებიც გამოვიდნენ. მომღერალი საქართველოში 2007 წლის ივლისშიც იმყოფებოდა. ძალიან ბევრ ადგილზე გაიმართა საქართველოში ახალ წელს კონცერტები და ესეც არის თანასწორობის იდეა, რომ თბილისის ცენტრში, დანში, ძალიან ბევრ ქალაქში, მხოლოდ ერთ-ორ ადგილზე და რა თქმა უნდა, ხშირად და ის შეიძლება დაცვან კითხვა, რომ აი რატო იქ შეიძლება ამდენი ფულის დახარჯვა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მაგალითად იგივე ბათუმში ერთი კვირა ყველა რესტორანი, ყველა კაფე, ყველა სასტუმრო იყო დაკავებული. ესე იგი ხალხში შევიდა ფული, ეს ფული გადანაწილდა. ის რომ ყოველ წელიწადს თითქმის ორმაგდება ტურისტების ჩამოსვლა ბევრ ადგილზე. ეს არის რომ ჩვენი ქალაქები ლამაზდება, ფული ხარჯება ასეთ ღონისძიებებში და ესე იგი ხალხში მიდის ფული და ესე იგი ნაწილდება მათ შორის ყველაზე გაჭირებულებისთვის. ამიტომ ამას ყველაფერს აზრი აქვს. ეს არ არის აკვიატება რომ ჩვენ გვსიამოვნებთ.